ქალბატონებო და ბატონებო, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ ზრუნავს ჩვენი მშობლიური მთავრობა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენზე, მის ბიუჯეტის გაზრდაზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეხლა ხანს მათმა გადაწყვეტილებამ ჯარიმებისა და ვთქვათ, ეკონომიკური სასჯელების გაზრდის შესახებ მოგეხსენებათ, მკვეთრად გაზარდა ჩვენი უსაფრთხოება და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პერსპექტივაში შეავსებს ბიუჯეტს. ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ჩვენზე ზრუნვა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყოველივე ამას მოვეკიდოთ გაგებით. მე სწორედ ასე გაგებით ვეკიდები ამას და მინდა მთავრობა შევთავაზო რამდენიმე იდეა, რითაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი შეიფსოს და მკვეთრად გაიზარდოს ჩვენი უსაფრთხოება. და ჩვენი მორალური მხარდაჭერაც, ასე ვთქვათ, შეასრულოს მთავრობამ აი ამ აკრძალვების და ჯარიმების დაწესებით. ასე რომ მე ახლა ვთავაზობ იდეებს მთავრობას და პირადად პრემიერს, რომ ასეთნაირად კიდევ ჩვენი უსაფრთხოება გაზარდოს და გააუმჯობესოს. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შევსებასთან ერთად. პირველი, რაც მინდა შევთავაზო, ეს არის შემდეგი. ახლა ყველა ჩვენგანისათვის ცნობილია, რომ როგორ იტყუებიან სუპერმარკეტები, მოგეხსენებათ, თაროზე აწერია ერთი ფასი, მიხვალ სალაროსთან და გვხვდება მეორე, მისგან განსხვავებული, თან აშკარად მომატებული. მერე ამას შეცდომას დააბრალებენ და მომუშავეებს დააბრალებენ, რომ აი შეცდომით უწერია და რომ სინამდვილეში ფასი ის არის, რომელიც სალაროსთან დაგუხვდა. უბრალოდ ჩვენ სულ ტყუილად გვეშლება ხოლმე ნერვები, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩვენ ნერვებს რომ მთავრობა გაუფრთხილდეს, მოდი შემოვიღოთ ჯარიმები ასეთი საქციელისათვის, იმიტომ რომ არავის არასოდეს არ უნახია შეცდომა, რომ თაროზე მეტი ფასი იყოს და მერე სასიამოვნოდ ნაკლები დაგხვდეს სალაროსთან. ეს გამორიცხული არ მომხდარა. თან იტყუება ყველა აბსოლუტურად რიგითი მაღაზია იქნება თუ სუპერმარკეტების ქსელი. დაწყებული, ვთქვათ, კალათიდან დამთავრებული კარფურით. გუშინ, მაგალითად, ორივე ამ მაღაზიაში, რომლებიც დავასახელე, შემიძლია დავადგე პირზე, რომ ნამდვილად დამხვდა განსხვავებული ფასები სალაროსთან და ის კი არა გამყიდვა სპეციალურად მოუშვალი ნერვები, იმიტომ რომ დავუბრუნე, რისი ფასიც არ ემთხვეოდა თაროზე დადებული ნივთის ფასს. იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს, რომ ატყუებენ. ხო და შემოიღოს მთავრობამ ჯარიმები ასეთი შეცდომებისათვის, იმიტომ რომ მე არ მახსენდება რომელიმე მაღაზიათა ქსელი, რომელშიც ეს სიტუაცია არ იყოს. აი ბოდიშით ერთი გამონაკლისია, ეს არის აგროხაბი, მაგრამ იქ ისეთი ფასები ამ მტრისას რა. იქ რო კიდე მომატებული დაგხვდეთ რაიმე და ამიტომაც მე მგონი, რომ არ გხვდებათ, ანუ აგროხაბი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და თუ თქვენ საწინააღმდეგო გაქვთ, არა უშავს დაწერეთ კომენტარებში და დაადასტურეთ თქვენით. ეს ერთი იდეა, ასე ვთქვათ, ჯარიმების დაწესების და ფულის გაკეთების, რაც პრინციპში ძალიან ბევრი მომხმარებლისათვის ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ნამდვილად სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ იძულებითად აი ამ მონსტრების მომხმარებლები ვართ. მეორე იდეა, რომელსაც მთავრობას ვთავაზობ დაჯარიმების, ეს არის, რომ კანონით აიკრძალოს სახლში კონსერვების დამზადება, წნილების დამზადების ჩათვლით. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არის სახლში ბოტულიზმზე ვერ შეამოწმებ და ეს არის, ასე ვთქვათ, საშუალება, რომ დავიცვათ ადამიანები ბოტულიზმისაგან ბოლოს და ბოლოს სახლში დამზადებული კონსერვით რამდენი ადამიანი მოიწამლა და რამდენს განუვითარდა ბოტულიზმი, ხომ?
ამიტომაც ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, საჭიროა აუკრძალოთ მწირლების წარმოება, შეუვარდეთ პოლიციას მიეცეს სამზარეულოებისა და სარდაფების ჩხრეკის უფლება, ყოველგვარი ესე იგი სანქციის გარეშე და სადაც ნახავს მწნილს, გააკეთოს კონფისკაცია და დამამზადებელი დააჯარიმოს. ამით მოხდება რამდენიმე კარგი რამ, ბიუჯეტის შეივსება, შემდეგ ასე ვთქვათ, ჩვენს მწარმოებლებს კულას, მარნეულის ქარხანას და კიდევ სხვებს მწნილების გაყიდვები გაეზრდებათ, ჩემო ბატონო. მე რა რო ახლა ეს პესტიციდები ან მინდორშია მოყვანილი. ხომ გაიზრდება ბრუნვა და გარდა ამისა ბიუჯეტით შეივსება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება მსურველი, რომ მწნილი დაამზადოს და ან კონსერვი, ბადრიჯინის და მერე ზამთარში მიირთვას, ხომ? ეს უნდა აიგრძელოს კანონიერად და ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ამით ჩვენი მთავრობა იცავს მათ ბოტულიზმისაგან. მესამე იდეა, ღმერთი სამობით არის, ამიტომ მესამე იდეაც მინდა შევთავაზო მთავრობას, ეს არის რა? მოგეხსენებათ, ერთხელ იყო თბილისში შემთხვევა, რომ ახლა მაღალსართულიანი სახლები შენდება. მოგეხსენებათ, ხომ? და თბილისში იყო შემთხვევა, რომ შემინული მრავალსართულიანიდან ჩამოვარდნილი მინებით ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ეს მოხდა ქალაქის ცენტრში და იყო ერთი სკანდალი და ამბავი. ამიტომ მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ. აუკრძალა ახლა მრავალსართულიანების მშენებლობას ხო ვერ აუკრძალავთ, კაცო. აუკრძალოთ თავშიშველი სიარული და ყველა მოქალაქემ ქალაქში იაროს მოტოციკლეთის კასკებით. ახლა მოტოციკლეთის კასკა რო ხურებოდა იმ ადამიანებს, ხო გადარჩებოდნენ, არა? ხუდა. ამიტომ მოდი ყველამ ერთად ვიაროთ მოტოციკლისტის კასკებით. ეს მკვეთრად გაზდის უსაფრთხოებას მშენებლობიდან რაიმე რო გადმოვარდეს და თავში დაგვეცეს, ასე ვთქვათ, გადავრჩებით. ეს ყოფილა რომ შემთხვევა ქარს მოუგლეჯია ბილბორდი და ასე ვთქვათ, მანქანებს დასცემია. ახლა შეგროვინმე მჯდარიყო, ხო დაშავდებოდა რა? აი მანქანაში განსაკუთრებით და მანქანის გარეთაც რატომაც არა, კაცო, ქუჩაში ყველამ ვიაროთ, მოდი კასკებით. ახლა მანდ ერთი საშიშროება, რომ პარკმახერების ბიზნესი ჩავარდება და გაფუჭდება, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება აი ამ საავტომობილო კასკების იმპორტიორების ბიზნესი. შეიძლება წარმოება საქართველოშიც დაიწყოს და ასე ვთქვათ, მრეწველობა განვითარდეს ამ კუთხით, რომ ქართული წარმოების მოტოციკლისტის კასკები, ან გინდათ მრბოლელის კასკები დაარქვით, იქნება ყველას გვეცმება, გვეხურება და ვივლით უსაფრთხოდ და ბედნიერად. გარდა ამისა, ვინც არ დაიხურავს, დაჯარიმდეს და ამით შეივსოს საქართველოს ბიუჯეტი. აი სამი იდეა მივაწოდე მთავრობას, თუ ვინმე ხართ ჩემ ჭკუაზე. კი ბატონო, შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ იდეები, შეგიძლიათ საკუთარი ვიდეო ჩაწეროთ და შესთავაზოთ მთავრობას, როგორ დავაწესოთ ჯარიმები და როგორ ასე ვთქვათ, მოახდინოთ მისი განხორციელება და ბიუჯეტის შევსება მათი საშუალებით. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.